აი ესე მეგობრებო, თამაში ვყავი მოკლედ და ანიმეები ჩემომიტყუეს ეგრევე. არ ვიცი რას ვირჩევ ხე Start Project Yes. და რას მიხვდით, ანუ არ მაძლევს ბევრის დაჭერის უფლებას, იმიტომ რომ ლეველებით მიჭამს ტვინს, მაგრამ კოდი ესეთი არის. ნახეთ 0-ს დავაჭერ და ეგრევე 100-ს იწყებს. ცოტა 3500-ზე ვიყავით და ეხლა ვალთ 4000-ზე და ეს რო შევისება უოჭული გვეტყვის რომ მეც ვეღარ იზაო, მაგრამ დაველოდოთ. მეტი სწრაფად ფიზიკურად არ გამოდის დაჭერა, იმიტომ რომ 50 მილიწამზე მიყენია და 1000-ზე რო ჩამოვიყვანე, სერვერმა გაჭედა და შენ ეგრე არ გინდაო ეგრევე. და ეხლა დაველოდოთ და ავიდეთ როგორც იქნა 5000-ზე, იმიტომ რომ ვითამაშე და ყოველი ერთი 100 დაჭერის მერე ეგრევე მაჩერებდა ხოლმე, მაწუხებდა, რაღაც აირჩიო მეუნება და ვერ გავიგე და ეხლა X-ს გავაჩეროთ მოდი. და კიდე მეუნება რაღაც აირჩიო, ნუ კაი, ეხლა გადავედით ლეველზე როგორც ჩანს. შევარავდოთ რაღაც აჩივებიც ავიღეთ. და ისე მეუნება დაჭერა, ეხლა 40-40 არის და გავუშვოთ. 40-ს მალე ავსებს ეგრევე. შეივსო, გავაჩერეთ. და ესეთი რუტინა არის რა, სავარაუდოდ მაღალ ლეველზე რო ავალ, მე ცოტა უფრო ნაკლებად შემაწუხებს, იმიტომ რომ გვიტყუებს რა, ბონუსებით გვიტყუებს, შენ იმენა მაგარი ხარ რა, ფული გაქვს მეუნება. გავაგზელეთ ისევ 5000-ზე მინდა რომ ავიდე ხალხო, ანუ მიზანი მაქვს ეგეთი და კიდე მეუნება რაღაცა აირჩი. აი, ეხა მეუნება რომ შეგიძლია აირჩიო მაგალითად 39000 ეზღირს. დაკავებული არის. აი ეს ავირჩიოთ და ავირჩიოთ ანიმე ისევ ფანტასტიკი იყო Start Project Yes. Don't show again ის რომ იმეც არამე შეიძლება და არ ვიცი. და გავაგზელეთ რა. მუღამი ეხა რეალურად თამაში არის, იმიტომ რომ ბევრი დაჭერის უფლებას მაძლევს და 300 ხედავთ რომ აი ესე მარტივად ივსება და ავიდეთ 5000-ზე და ეგ არის. ლიმიტი შევასრულე ჩვენი დღევანდელი, ასე რომ ამაზე გემში დავბებით მეგობრებო და კოდი ვისაც გაინტერესებთ. რანაირად მუშაობს X-იდან 0-ის პრინციპი, დაშბორდზე გადავიდეთ. და დავარედაქტიროთ კოდი, ანუ ესეთი არის თავიდან რაც იყო არის ეს და ეს ჩატეხილი არის ჩემი არ არის ბრატსე. მაგარი კაცი დაწერილი არის და პატივცემ, არ ვიცი ვინ არის, უბრალოდ რუსი არის. მაგის იქ ჩემოვიტან ესეთი target button-ის სლადი, რომ გავიგო, ანუ აი აქ ვართ თუ არა და მიჩანს თუ არა ეს კნოპკა, რომელსაც აღარ ეჭირება. და შემდეგ ეტაპზე, ნუ რას ვაკეთებ, ვიძახი ფუნქციას append-ი, ანუ append-ი ვთრეულობ Nuxt-ის ელემენტს, თითქმის document body არის და root-ი არის, ანუ პროსტა კნოპკები სადაც უნდა ჩავსვა. ვიღებ ორივე კნოპკის ფუნქციას, ნუ ანუ ელემენტებს მაძლევს ეს ფუნქცია, გაწერილი ექსტილები რომ გამოჩნდეს ლამაზად, თავისი ID-ებით. და შემდეგ რას ვუკეთებ, ანუ ტაიმერით ვეუბნები რომ ჯერ ჩაისვას და მერე დავითრიო ეგრევე და ვეუბნები რომ სტარტის კნოპკაზე ეს არის, ენდის კნოპკაზე ეს არის, რა ხდება ახლა ქვემოთ. ნუ სტარტ კლიკში აქ ენერგიას ვთრეულობ, მაგრამ აქამდე ძლივს მივედი რომ დამეხარჯა და რეალურად აი ეს მომენტი არ მჭირდება. თავის დრო გაჩერდეს ენერგია როცა იცლება. და თუ ეს სლადი გვაქვს false-ი, მაგ შემთხვევაში ჩერდება stops იძახებს და იგივე clear ინტერვალით, ამ ინტერვალსაც ვაჩერებთ და სტარტის დროს true-ს ვცვლით. ნუ მოკლედ სულ ეს არის. ვინც თამაშობთ და გამოგადგებათ, რავი, გადაიწერეთ ან კომენტარებში დამიწერეთ და ჩაგიგდებთ ეგრევე აღწერაში, არ არის პრობლემა, ბრატზე. მაგრამ ჩემი რჩევა იქნება, რომ აი ეს ხამია კი არ ითამაშოთ და დროებით დაგიბრუნდებით საინტერესო ვიდეოებით.